გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ნამდვილი ამბავი. ნამდვილი ამბავია თუ ანეკდოტი ზუსტად არ მახსოვს, ძველი ამბავი არის. დეტალებში ვერ ვიხსენებ. მაგრამ ის მთავარი მომენტი რაც არის სასაცილო მახსოვს და ვარ დამავიწყდეს. გადავიღებ ვიდეოს და მოგიყვებით, ანუ რა ხდება. კაცი არის სოფელში ცხოვრობს და ეზოში არის, საღამო არის, ბინდდება და გოჭი შემოძრება მის ეზოში და თან ესმის ხმა მეზობელია თუ ვინე, ამ გოჭის პატრონი, ამ გოჭს დაეძებს, ოღონდ ცოტა შორიდან ისმის ხმა და ეს ამ გოჭს ახლა მოკიდებს ხელს. დაიჭერს და ჩუმად შეიყვანს თავის სახლში. შიგნით შევა სახლში და უნდა დამალოს, მაგრამ სად დამალოს ახლა ეს გოჭი და დაინახავს, რომ მისი მეუღლე პატარა შვილი ყავთ აკვანში. წევს ეს ბავშვი და ბოთლით სოსკა არის, საჭმელი არის. ამ ბოჭი და აჭმევს ამ ბავშვს. და უცბად ეუბნება ამ ცოლს, რომ ამოიყვანე აკვნიდან ბავშვიო. და ოთახში შეიყვანეო და ამ გოჭს ჩასვავს აკვანში და ამ სოსკას ჩაუდევს პირში გოჭს და აჭმევს და არის ჩუმად წყნარად ეს გოჭი აკვანში და ამ დროს ის ვინც გოჭს ეძებდა შემოვა მის ეზოში და დაუძახებს ამ კაცს და გახედავს და ეკითხება აქ გოჭი ხوار დაგინახიაო ჩემი გოჭიო და არა დამინახიაო გეფიცები ვარ დამინახიაო და ამ ლაპარაკის დროს თან ისიც შემოდის ოთახში და კარები ღია არის და შემოდის და არა ვიცი ამბობს რომ ის აქეთ მოდიოდაო შენსკენო და აქ ხوار შემოსულაო არა გეფიცებიო აგერო აკვანში ხო ხედავ ემის ძვლები და მეკავებიოს ხელში თუ გატყუებდე არ დამინახია გოჭიო არ ვიცი ხო, კაიო, მაშინ რა ვიცი მე აქ დევინახეო რომ შემევიდაო და ასე უცბად სად გაქრა. ასე მოატყუა და მოპარა გოჭი მეზობელს. ზუსტად ვერ ვიხსენებ ახლა ეს ჩემით მოვიფიქრე ეს, მაგრამ ის მომენტი მახსოვს, რომ გოჭი ყავდათ აკვანში დამალული. და თქვა რომ ემის ძვლები დამეკავებიოს ხელში თუ გატყუებდო. და ეჭვით შემეპარა კიდე იმაში, რომ ეს ცოცხალი გოჭი იყო თუ შემწვარი გოჭი მოიპარა სადმე თუ და იქ დამალა, ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ახლა. და ის მომენტი რაც იყო მთავარი არ მინდოდა რომ დავიწყებულიყო და ჩავწერე ახლა რა ვიცი, იმედია ვინამაც იცით ნამდვილი ამბავი ამ ისტორიაზე ან ანეკდოტი კომენტარებში დამიწერთ. მადლობა.